მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებთ ჩემს ავტორ გადაცემას წუთისოფელს. როგორც იცით, წუთისოფელი მიძღვნილი არის გვარების წინამძღოლთა დარბაზის მუშაობასთან ძირითადად. დარბაზში მოყავს გვარის წარმომადგენლები, გვარის წინამძღოლები, რათა თავიანთი მოკლე ისტორია გააჩნონ მომავალ თაობას და თავიანთ გვარს და მთელ საქართველოს. რათა მომავალმა თაობამ ცოტათი მაინც იცოდეს თავიანთი გვარის წარმომავლობა და თუნდაც ის რომ რატომ მოიფიქრა უწმინდესმა და უნეტარესმა გვარების დალოცვა და რატო გააერთიანეს ყველაფერი გვარების წინამძღოლთა დარბაზში. ჩემო ძვირფასებო, სანამ წარმოგიდგენდეთ ჩვენ მოწვეულ სტუმრებს, მინდა გითხრათ, რომ 23 ამ თვის 23-ში ჩვენ გვექნება შეკრება სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც აღვავლენ წირვას და ყოველ წელს გვაქვს ხოლმე ეს წირვა გვარების წარმომადგენლები, გვარის წინამძღოლები ვიკრიბებით და ასე გვაქვს წელიწადში 8 შეხვედრა. ამ 8 შეხვედრას აუცილებლად უნდა დაესწროს გვარის წარმომადგენელი, ან მოადგილე, ან გვარის წინამძღოლი, რათა ილია მეორეს ჩვენი უწმინდესის ჩანაფიქრი, გაკეთებული საქმე უფრო წავწიოთ წინ და არ დავხიოთ უგან და უფრო უკეთესად ვიმუშაოთ. ეხლა კი წარმოგიდგენთ ჩემო ძვირფასებო, ჩვენს კბილ და გემრიელ სტუმრებს. ეს არის ქალბატონი მაკა კურეშიძე, ეს არის ჯერჯერობით კურეშიძეების გვარის წარმომადგენელი. ქალბატონი მაკას მამა იყო გვარის წინამძღოლი, ძალიან ძვირფასი და კარგი პიროვნება და გვარმაც და ქალბატონმა მაკამაც გამოთქვეს სურვილი, რათა ის ყოფილიყო გვარის წინამძღოლი. ამიტომ ჩვენ გვარის წინამძღოლთა დარბაზი უჭერთ მხარს და აგერ დღესვე აგერ ვაცხადებ, რომ დღეიდან ის დავეხმარებით და ის იქნება კურეშიძეების გვარის წინამძღოლი. იგი მუშაობს ამერიკაში ბანკში ფინანსისტად. და როგორც გითხრა, აქ ეყოლება მოადგილე, სანამ თვითონ გადმოვა საცხოვრებლად და ისე რომ ურთიერთობას გავაგრძელებთ აქ. აგრეთვე ჩვენ გვყავს ჩვენი ძვირფასი სტუმარი, ბატონი მამუკა ბაგრატიონი, ინფორმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ბაგრატიონთა ჯგუფში. ისე რომ ბატონ მამუკასთან ჩვენ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობთ, განამარტო როგორც გვარების იმაზე გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული, რომ ერთობლივად რაღაც პროექტები გავაკეთოთ. და მინდა ვთქვა, რომ გვარების წინამძღოლთა დარბაზს როგორც პიროვნება და როგორც ადამიანი ძალიან კარგ საქმეს უკეთებს და ჩართული არის ჩვენთან ერთად ამ საშუალო საქმეში. ეხლა კი დავიწყოთ მოდი ქალბატონს. ქალბატონო მაკა, აბა გითხარით და გააცანეთ საზოგადოებას, როდის დაილოცა გვარი, რამდენი ხართ გვარში და რომელი ხატი აირჩია გვარმა სადიდებლად. აი ამით დავიწყოთ ჯერჯერობით. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ გადაცემაში მოწვევისთვის. ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი ამ გადაცემაში ყოფნა, ვიცი რამდენად სასარგებლო და კარგ საქმეს აკეთებთ და ამასთანავე მე როგორც თქვენ ახსენეთ, მე ხა წარმოვადგენ დღეს მამას, გივი კურეშიძეს, რომელიც დაარსების დღიდანვე იყო კურეშიძე და გვარის ანუ საგვარეულოს თავმჯდომარე, კავშირის თავმჯდომარე და წინამძღოლი გვარის და მამა სამწუხაროდ 4 თვის უკან გარდაიცვალა
წავიდა სასופველში და მე მას წარმოვადგენ ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მის შესახებ შემდგომ ცოტა ხნის მერე ვისაუბრებ. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ასევე ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ახლა ბაგრატიონის გვართან ერთად ყოფნა ამ სტუდიაში და მადლობა მსმენელს, ვინც ჩვენ გვისმენს. რაც შეეხება ჩვენ გვარს, ესე იგი, ჩვენ 2011 წლის 29 მაისს შედგა საერთო კრება და ამ კრებაზე დაფუძნდა, ესე იგი, გადაწყდა, რომ დაფუძნებული იყო გულრეჟისერთა გვარის, ანუ საგვარეულო კავშირი. მოხდა წესრიგის დამტკიცება, ანუ ეს დაფუძნდა როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, წევრობაზე დაფუძნებული, რა თქმა უნდა და არჩეული იქნა მამა გივი გულრეჟისე, როგორც ამ გულრეჟისერის გვარის თავმჯდომარე, კავშირის საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე. ეხლა მაგ დროს ასევე იყო 6 წევრი, რომელიც დღემდე არიან კავშირის გამგეობის 6 წევრი, ყობა, მალხაზი, ნიკოლოზი, ალექსანდრე, გიორგი და გიორგი გურეშიძეები. ეხლა რაც შეეხება, ხო, პატრიარქმა გვარი დალოცა, ან როგორც კი 29 მაისს დაფუძნდა ეს კავშირის გამგეობა, დაფუძნდა წესდება და 3 ივნის აკურთხა პატრიარქმა გვარი. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ხატს. ხატთან დაკავშირებით სანამ ხატზე ვიტყოდე, ერთი-ორი სიტყვა მინდა თქვა თვითონ ეკლესიაზე. გუმბრაში, სოფელ გუმბრაში, წყალტუბოს რაიონში, საიდანაც გურეშიძეები მოდიან, ამ სოფელში სასაფლაოზე არის ეკლესია, წმინდა ბარბარეს ეკლესია. ეს არის ეკლესია, რომელიც 1888 წელს ეკუთვნა. ნუ მოგეხსენებათ, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს ახლა ეკლესია უკვე მე დაინგრა, იყო აბსოლუტურად მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში ამ ეკლესიაში იყო მხოლოდ კედლები და სხვათა შორის იყო წინადადება, რომ ეს ეკლესია დანგრეულიყო და აშენებულიყო ახალი ეკლესია. მამა იყო ძალიან ამის წინააღმდეგი და მან გადაწყვიტა და სხვადასხვა პირებმა გურეშიძეებმა გადაწყვიტეს, რომ ეს იქნებოდა ამ რესტავრაცია მოხდიდან დაემყარებინათ საფუძველი და მოკლედ მოხდა ამ ეკლესიის რეკონსტრუქცია. მთლიანად განახლება, ანუ კედლების გადახურვა, ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამაში, ვთქვათ, ბიზნესმენმა, ბულგარეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ვლადიმერ თუთბერიძემ, ასევე თემურ სოხაძემ, რომელიც დღეს იკსტიქაროსანია, ძალიან ბევრი იშრომა, ნიკოლოზ გურეშიძემ, ლევან გურეშიძემ, იმედა გურეშიძემ და ასე შემდეგ, ანუ ყავასარჩა მოთვლი. და მოხდა ამის რეკონსტრუქცია. და ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ხატს. ხატი დაიწერა 2011 წლის ივნისში. და ხატი არის ასლი მე-9 საუკუნის ხატი. ეს არის ძალიან საინტერესო ხატი, რომელიც ინახება მესტიაში მუზეუმში. მე-9 საუკუნის ხატია, სადაც გამოსახულია ღვთისმშობელი და წმინდა ბარბარე, ანუ ერთად არის ხატზე ორივე. ეს ჩვენი ხატი, ჩვენი საგვარეულო ხატი დაიწერა როგორც ასლი, ანუ ამ მე-9 საუკუნის ხატის და სანამ ეკლესია იკურთხებოდა და გაიხსნებოდა, ხატი ინახებოდა სხვადასხვა ოჯახებში იყო დაბრძანებული. 2000 დაბრძანებდით ოჯახებში. სხვადასხვა ოჯახებში იყო დაბრძანებული და როდესაც 2020 წლის 19 მაისს ეკურთხა ეს ეკლესია და გაიხსნა, აი მაშინ უკვე ეს ხატი დააბრძანეს ჩვენ ეკლესიაში. მინდა გითხრათ ასევე, რომ 2023 წელს ქუთაის გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ ჩაატარა იქ წირვა, თაზეიმო წირვა 17 დეკემბერს ბარბარობა დღეს. დღესდღეობით აქ მღვდელი ყავს ჩვენ დავით გაბიძაშვილი და თემურ სოხაძე სტიქაროსანი, რომელიც აღნიშნე, რომელიც ეს ორი ადამიანი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხვალ. აი ეს მოკლედ ჩვენ ხატის უბრალოდ ეკლესიას დავამატე, რადგანაც აი ეს ისტორია არის ესე დაკავშირებული. ჩვენი გვარი, ანუ სტატისტიკა არის ესეთი ბატონო ირაკლი, რომ ჩვენ დაახლოებით გურეშიძეების გვარის არის 2000 ადამიანი მსოფლიოში, აქედან 97% ცხოვრობს საქართველოში და 3% არის საქართველოს საზღვრების გარეთ 10 ქვეყანაში. და თვითონ საქართველოში, ანუ 77% გურეშიძეების ცხოვრობენ იმერეთის რეგიონში, 13% თბილისში და დაახლოებით 3% ჩვენ გვყავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. აი ეს არის დაახლოებით განაწილება სტატისტიკურად ჩვენ საცხოვრებ საქართველოში. ეხლა მოდი ცოტა ქალბატონი შევასწავლოთ და გადავიდეთ დღესკენ. დავიწყოთ შეკითხვები იცით და რაც გაგიხარდებათ ბაგრატიონებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში გამარჯვებას უსურვებ ჩვენს ტელემაყურებელს, თქვენი გადაცემისას.
გამარჯობა ბატონო ირაკლი თქვენ ძვირფას ხარ ბატონო არაჩვეულებრივად დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და მადლობა უწმინდეს მადლობა დიდებაობას და მადლობა უწმინდეს იმისთვის რომ აი ეს გვარების თემა ესე წამოწიეს საქართველოს დარბაზი და რაც აქ შექმნილ ეს სულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი და ამის ხელმძღვანელი თქვენ და მე ძალიან კარგად ხედავ მით უმეტეს რომ დიდი ხანი არ არის ესე აქტიურად ვართ ესე იგი თანამშრომლობაში მეგობრობაში ურთიერთობაში და ხედავ როგორ კარგად უძღვებით ამ საქმეს და აი უწმინდესის მიერ ნაკურთხ ამ საქმეს როგორ მეგობრებთ და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მინდა აღვნიშნო და პატრიციონთა ნამორებასაც ესე იგი მივაწოდო ეს ინფორმაცია რომ უდიდესი საქმეა საქართველოში გვარების წამოწევა გვარების თავის ფესვებთან დააბრუნება ეს იგივეა რომ საკუთარ ფესვებს მოუარო და ეხლა ბუნებრივი ვიცით რომ საკუთარ ფესვს როცა უვლი მაშინ ზუსტად ხდება წინსვლა აღმასვლა და ყოველივე კეთილი და ყოველივე კარგი რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე საქართველოს ვიზახი ქართულ მეფეთა და დედოფალთა საბადებელს ყველა გვარს თავისი ადგილი და თავისი დანიშნულება ჰქონდა და უდიდეს საქმეს აკეთებდა ერში ეხლა გადმოვალ თვითონ ბაგრატიონებზე და ბაგრატიონთა გვართან მიმართებაში ვიტყვი ამდენიმე სიტყვას ბაგრატიონები ვითვლებით რომ ვართ ესე იგი წარმოშობით სპერის მკვიდრნი ანუ ოფიციალურად ესეა მიღებული თუმცა როგორც გრიგოლ ხანძთელიძახის და თვითონ დავით აღმაშენებელიც გახდათ დავით წინასწარმეტყველის მეფსალმონის 78-ში თავმოვალ და ანუ დავით წინასწარმეტყველის საქმე იმაშია რომ ეხლა ბევრი ნიუანსია დავით წინასწარმეტყველი თვითონ არის ერთი ვერსია საკმაოდ ფუნდამენტი გააჩნია ამას რომ ქალდეველი იყო და ნუ შემდგომ მას ებრაელი ცოლისგან შეეძინა სული სოლომონი და ანუ ბაგრატიონებს ეწოდებიან იესიან დავითიან სოლომონიან ბაგრატოვანი პანკრატოვანი ანუ ესეთი ტიტულატურაა ბაგრატიონების მდგომარეობა და ესე იგი 8 წლის საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდია და ფაქტიურად ესე რომ ვთქვათ ქრისტესთვის თავდადებულობაში თავდადებულობით გამოიხატება პირველ რიგში და ერის გაერთიანებით, ერის სიყვარულით და აი ესე იგი წემსავდნენ ერს მეფეთა და დედოფალთა საბადებელს. აი ყოველთვის ვიძახი რომ წარმოიდგინეთ ახლა 30 წლის განმავლობაში რამდენჯერ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია და რეები ხდება და რანაირად უნდა მართოს გვარმა ამდენი 1000 წელი ქვეყანა რომლებიც თვითონ მეფეთა და დედოფლები არიან ყველა გვარი არავინ თავს არ დაგაჩაგუნებს და ძალიან ღირსეულები არიან ყველანი და დაწყებული არ ვიცი თავადაზნაური იქნება კლეხი იქნება ნებისმიერი ყველა თავისი ადგილია და ის შავხებზურებზე და მთაზე აღარ ვიძახი იქ ხო საერთოდ მზიშვილები და ღვთისმშვილები იყვნენ და წარმოიდგინეთ თქვენ რომ აი ესენ ამ ხალხმა მიგიღოს და გაღიაროს თუ შენ წემსო და ემსახო და დიდებობას როგორ ლაბაზად უნდა მიიტანო ეს რომ დაგემორჩილოს და აქ მიგიღოს და რამდენად მართალი უნდა იყო და მათ არ უნდა შეგატყონ რომ ესე იგი შენ რაღაც ესე იგი ისე არ აკეთებ რაღაც ხა რა თქმა უნდა ადამიანები ვარ და არ არსებობს კაცი რომელიც იშვას და არ სოდოს და რამე შეცდომა არ დაუშვეს გამორიცხულია და ბუნებრივია
დინასტიას ჰქონდა თავის შეცდომები, მაგრამ პროცენტულად იმდენად დიდია ღვაწლი, რომ ამას ფარავს და ამას ვფიქრობ, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ისიც მინდა გითხრათ, რომ თვითონ გვარს ბაგრატიონებს აქვს თავისი მახასიათებელი თვისება და რა არის ეს მახასიათებელი თვისება. იცით, ჩვენ ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ბევრი დაიბადოს, მაგრამ აი ვერ მრავლდება რაღაცნაირად ვერ მრავლდება. არა, ისეთი თვისება აქვს თვისება ძალიან ადვილად შეუძლია თავდადება და სადაც ბაგრატიონი ჩნდება, ყველგან აერთიანებს. და მით უმეტეს ქრისტესთვის თავდადებული რაინდები შეიძლება ესე ითქვას, ქრისტესთვის და ქრისტიანობისთვის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები იყვნენ ბოლომდე და მე ვფიქრობ, რომ აი 1801 წელს რაც მოხდა ეს რუსეთის იმპერიასთან მიმართებაში, მე ვთვლი და წარმოვიდგინეთ ბაგრატიონები ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ და ვთვლით ესე, რომ ჩვენ დავისაჯეთ, რაღაცა არასწორად გავაკეთეთ, რაღაცა შეცდომა დაუშვით. და აქედან გამომდინარე ჩამოგვაშოროთ, რომ უფლისნების გარეშე არაფერი არ ხდება და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს დროებითი ანუ ეს დროებით სამოსაგებებში ძალიან კარგად არის ეს გადმოცემული. აი მე ვეძებათ ეს ტელემოღერებს რომ 92 სალმონში არის არაჩვეულებრივი სალმონიანი ზუსტად იმაზე, რომ ეუბნება უყალ დავიცონ თუ მე საუბრობ ვიცემ მართლობას შენს შტაუმაულებს, მაგრამ თუ ისინი დაარღვევენ, გადაუხვენ ან რაღაც არასოც გააკეთებენ, მე ჩამოვართ, მაგრამ როდესაც მოინანიებენ და თქვათ სწორ გზაზე დადგებიან, ისევ დაუბრუნებ რა. და მაგდა ესე იქნება უგუნისამდე. ესე იგი, ბაგრატიონებში დღესდღეობით იცით როგორი სიტუაცია, არა მარტო ბაგრატიონებში, ზოგადად საქართველოში მოხდა ძალიან მოდით საიდან დავიწყებ. პატრიარქის ეპოქა. ჩვენთვის მინდესის ეპოქა. კი ბატონო. თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე ამას და ასე ბრძანებთ ხოლმე. მე ბედნიერი ვარ ამ ეპოქაში, ვიცხოვრე პატრიარქის ეპოქაში. ზიანი ღამე და როგორ მისტიური სივრცეები აქვს რამ ნათქვამს და რამ მრავალწახნაგოვანია. აი, ნამდვილად საოცარი ყოველი საღამო ბუდდის გიხდი შეძლებდა. აი, ილია მეორეს დაღუპვიდან ჩასვენებამდე ყოველი ღამე იყო მზიანი. ყოველი ღამე იყო განათებული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ არც ერთი აბაჟური და ეს არ უნდოდა თელს აი იმ მხარეს, აი სამების ეკლესიის მხარე თლიანად იყო განათებული. ეს იყო რაღაც სასწაული. და მე აღარ ვსაუბრობ თემა მსოფლიო ნახა ეს ხალხის ნაკადი, რომ ჩვენი სულიერი მამა ოქროდან წავიდა ხორციელად. თორე სულიერად ის უფალთან არის და იქიდან როცავს თავის საქმეს, თავის მწყემსავს ყველაფერს და აგრძელებს ამ ყველაფერს. ეს იყო რაღაც სასწაული. სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე არის ილია მეორეს სტატუეტი შევიტანეთ სურათით დიდი უზარმაზარი. ეს გააკეთა ჩემო მეგობარმა ირანში. და კერამიკაზე არის გადადებული სურათს რომ ვიღებთ ხოლმე ჩვენს ხო. და ნუ ბევრმა არ იცის ახლა და ბევრი მადლობა სუხთის ამის შემოტანისთვის უცხოესო. 3 თვის მანძილზე ვიწვალე რომ მომეხერხებია შეტანაჭერი შემოწმებები ისა და ერთობლივად გავაკეთეთ მე და იმ ადამიანმა და სხვათა შორის მან ეს დაამზადა 2 ცალი. ერთი ცალი აქვს თავისთან. ისე უყვარდა პატრიარქი. არ იცის ეს მე მეუძღვენი გვარების წინამძღოლთა დარბაზს
ამით და მაშინ ჩვენ ეს ზევით არ შეიძლებოდა მისი ატანასამების შიგნი, ვინაიდან პატრიარქი წმინდანი არის. ეხლა როგორც კი დადგება საკითხი და პატრიარქს მიაუცილებელად აი ეს ყველაფერი უკვე ზემოთ და იქნება უკვე საოცრება ის არის რომ თვითონ ეს კერამიკა აეწყო იქ და ასე ჩამოიტანეს. ცოტა დიდი თანხა დაჭდა. არა, ეხლა კერამიკა თან ისი არის გაკეთებული, რომ ეს რაღაც ძვირფას იმაში. ბოდიში თრო შევაწვეთინეთ და ქალბატონს ვთქვით ვერ ისე გადმევიდეთ. თქვენს ძალიან ეხლა თქვენი მამის გარშემო, თქვენი გვარის გარშემო შეგიძლიათ ისაუბროთ ძალიან შვედურად მომზადებული მოხდით დღეს. გაგიძელით. ძალიან დიდი პანტელობა. მოდით მე მაშინ დავიწყებ ჩვენი გვარის ისტორიით. გურეშიძე საერთოდ ძალიან პატარა გვარია, როგორც ვთქვი, მაქსიმუმ 2000 ადამიანი მსოფლიოში. მამამ გააკეთა კვლევა როდესაც ის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015-ში, მან გააკეთა დნმ-ის ანალიზი, ანუ მას უნდოდა რომ დაედგინა საიდან მოდის ჩვენი გვარი ძალიან დაინტერესებული. დიახ, დნმ-ის ანალიზი. 2015-ში გააკეთა ეს ანალიზი ამერიკაში და სხვათა შორის ასევე არა მარტო ამ ანალიზით დასადგინა და არის სხვადასხვა წყაროები დადგენილი, რომ გურეშიძეების გვარი ეს არის ჭანულაზური წარმოშობის გვარი. ანუ გვარი მოდის ანატოლიიდან, ანუ თურქეთიდან. ანუ ეს არის ჭანულაზური გენი, როგორც თქვენ კარგად მოგეხსენებათ. ჭანელ ლაზერმა მეგრელებთან ერთად შექმნეს ეგრისი. დედაქალაქი ქუთაისი, ანუ კოლხეთის სახელმწიფო და ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ესე ვთქვათ სახელმწიფოს შექმნაში გურეშიძეების გენი, ანუ ამ ჭანული გენი მონაწილეობდა. ეხლა საქმე რაშია? ეს ხალხი, ანუ ეს ანატოლიიდან რო წამოვიდნენ თურქეთიდან, ანუ არის ესეთი წყაროებზე, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, რომ გურეშიძეების გვარი დასახლდა სოფელ გუმბრაში, რომელიც აერთიანებს ქუთაისს და წყალტუბოს. ეს არის ძალიან ლამაზი სოფელი ქუთაისსა და წყალტუბოს შუაში და ძირითადად გურეშიძეები ანუ დასახლდნენ მათ. სანამ ამას გავაგრძელებ, ერთი რაღაც მინდა კიდევ თქვა, ბატონო ირაკლი, რომ აი ამ გენეტიკური ანალიზით ისე რა რომ საინტერესო რომ აი ეს ჭანული გენი დღესდღეობით მსოფლიოში 80% ცხოვრობს თურქეთში. თურქეთში ცხოვრობს 80%. 9% ცხოვრობს აზერბაიჯანში, 5% ლუქსემბურგში და 6% საქართველოში. ეს თვითონ ჭანური გენი და სხვათა შორის ავთანდილ ფაილოზე არის ასეთი ისტორიკოს მეცნიერი და მას აქვს დაწერილი, რომ აი ეს ში, როცა გვარებში არის ში, ეს არის ჭანური წარმოშობის გვარები. აი მაგალითად ტუღუში, ხალვაში, ჯაში და გურეშიძე. ანუ არ არის გამომიცხული, რომ გურეშიძე წარმოქმნილი იყოს აი გურეში სამ სახელიდან და ნუ ძე ვიცით რასაც ნიშნავს. ანუ ეს დასავლეთ საქართველოსთან წამოდის ეს გვარი. აი ამ სოფელ გუმბრაში მე-18 საუკუნის ბოლომდე დასახლება არ იყო. ანუ მოხსენიებულია როგორც ისტორიულ წყაროებში, როგორც აი მეფეების სანადირო ადგილი. მაგრამ უკვე მე-18 საუკუნის ბოლოდან ხდება დასახლება და ამ სოფელს ანუ გვიმრას ეძახდნენ და არის მოსაზრება, რომ წამოსული გვიმრა იყო ანუ მცენარე, ანუ გუმბრას ადრე ეძახდნენ გვიმრას და აი ამ მცენარის და რომელიც სხვათა შორის მერე გურეშიძეების გერბში და დროშაში არის აი ეს მწვანე მცენარე გვიმრა. ამ სოფელში ესე იგი ცხოვრობდნენ გურეშიძეები და შემდეგ უკვე გავრცელდნენ აი ზესტაფონის რაიონში, მაგალითად არის სოფელი სკალდი, ან მაგალითად სოფელი ჭოგნარი თერჯოლის რაიონში. ნუ შემდეგ ასევე სამხრეთ ჯავახეთში, როგორც მე ვიცი, ჩემთვის ცნობილია ბორჯომში ცხოვრობენ საკმაოდ ბევრი გურეშიძეები და რა თქმა უნდა თბილისში და რუსთავში. ეს რაც შეეხება ანუ ისტორიას ჩვენ გენს საიდან მოდის. ეხლა რაც შეეხება მამას, მე სულ რამდენიმე სიტყვით მინდა თქვა მის შესახებ, როგორც უკვე აღნიშნე მე ბატონო ირაკლი, ესე იგი მამა იყო დღიდან დაფუძნებისა ჩვენი გვარის წინამძღოლი.
რაც მინდა მე მამაზე თქვა, ეს არის ის, რომ მამა იყო საოცრად პროგრესული ადამიანი. Აი მამამ ალბათ თავის თაობას სულ ცოტა 20 წლით გაუსწრო, თავის აზროვნებით, თავისი თავისი მიდგომით ცხოვრებისადმი, თავისი სამხედველობით. Აი მაშინ, როდესაც კომუნისტების დროს თანამდებობაზე კომუნისტური პარტიის წევრებს ეკლესიაში შესვლაც კი ეშინოდათ, იმიტომ რომ იკრძალებოდა რელიგია, როგორც მოგეხსენებათ. Აი მამა ასევე რომელიც თანამდებობაზე იყო, მას არ შეშინებია და თავის შვილების სვეტიცხოველში მონათლა დიდი ზეიმით. ანუ ეს მე ძალიან ვამაყობ ამიტომ. მამა იყო ძალიან დიდი პატრიოტი და აი ბოლო დღემდე, მისი ცხოვრების ბოლო დღემდე ის ძალიან ჩართული იყო აი პოლიტიკაში, ძალიან ადარდებდა მას საქართველოს ბედი. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ რაც მასზე მინდა თქვა, მამა იყო სიკეთით ახსოვსი ადამიანი, რომელმაც უდიდესი ძალიან კეთილშობილი ადამიანი, ღირსეული ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ეხმარებოდა და დახმარებას უწევდა და გვერდში ედგა. არა მარტო თავის ოჯახს, დიდ ოჯახს, ძმისშვილებს, დიშვილებს და ასე შემდეგ. ანუ თუ კი ვინმე მის გვერდით იყო, არა მარტო გურეში წერს, თუ კი ვინმე მის გვერდით იყო, მას ძალიან დიდი ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. რამდენიმე რაღაცას ვიტყვი კიდე მამას შესახებ, მე მინდა გითხრათ, რომ მამა საგანმანათლებლო სფეროში მუშაობდა მთელი ცხოვრება. სხვათა შორის ის პირველი და ერთადერთი გურეშიძეა დღესდღეობით, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორი იყო და მასწავლიდა. განათლების სამინისტროში მუშაობდა სამართლის უფროსად და ბევრი წლის განმავლობაში ის იყო დეკანი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ასევე ვაჟობის ტექნიკუმის დირექტორი ბევრი წლის განმავლობაში და მამასის განათლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამაზე მინდა გითხრათ 90-იანი წლების დასაწყისში ეს მაშინ ძალიან აი პროგრესული ნაბიჯი იყო. მამამ წყალტუბოში გახსნა სამედიცინო კოლეჯი. ანუ ფაქტიურად მამამ მისცა საშუალება, რომ წყალტუბოს რაიონის და მის გარშემო სოფლების ხალხს ესწავლა განათლება მიიღო, ანუ ექციის განათლება. და იქ სხვათა შორის ძალიან კარგი მასწავლებლები და პედაგოგები იყვნენ მოწვეული და ეს იყო ძალიან დიდი კარგი და ამისთვის მამას ძალიან ბევრი ემედლიერება და საშუალო სკოლა დამთავრებული ხალხი იღებდა ექციის ორწლიან განათლებას. მამას ნუ ახლა იმას აღარ ჩამოთვლი იქ, რომ იყო რაღაცა როცა თქვა წყალტუბოს რაიონის მოსახლეობას უფასო კურსი უიღებდა, იქ რაღაც სატელეფონო კაბელები შემოიყვანა სოფელში და ტელეფონი დაუდგა და ასე შემდეგ ეხა ამ დეტალებზე და ამ საქველმოქმედო რაღაცებზე უკვე აღარ მოვყვები და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ანუ მე ვამაყობ მისით, ანუ მამა კარგ ოჯახში გაიზარდა, მისი ბიძა რაიკო მისტივანი იყო წყალტუბოსი და ძალიან ისეთი ერუდირებული და ინტელიგენტური ოჯახში გაიზარდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ომის პერიოდში ბევრ ოჯახს გაუჭირდა და იგი შახტაში მუშაობდა მუშათა წლის განმავლობაში, სანამ უნივერსიტეტში წავიდა და ესე ვთქვათ, თავის ძალიან ნიჭიერი იყო. იმიტომ იყო კარგი, რომ დაიწყო მუშა. შახტაში მუშაობდა 1 წელი მუშად გუმბრინის შახტაში და აი მე უკვე სხვათა შორის ერთ-ერთი იყო 4 ადამიანთაგანი წყალტუბოს რაიონიდან, რომელიც თბილისში უმაღლესასწავლებლად შეირსა, ძალიან ნიჭიერი იყო ფიზიკა მათემატიკაში. აი ეს მინდა მე ვთქვა მოკლედ მის შესახებ და მე მინდა გითხრათ, რომ მე ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მადლობა, რომ მე მის საქმეს, ანუ თქვენ ახსენეთ ამის შესახებ, მის საქმეს გავაგრძელებ, როგორც ვარის წინამძღოლი, სხვათა შორის მე მქონდა საუბარი სასულიერობებთან, ივანე გურეშიძესთან, მღვდელთან და ასპამა ივანე გურეშიძესთან და სხვადასხვა გურეშიძებთან ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ გვინდა, რომ ბევრი რაღაც გვაქვს გადაწყვეტილი და მინდა, რომ რაღაცნაირად ისეთ ღირსეულად გავაგრძელო. აი სიკეთის გზა და აი ეს გზა, რაც მამას მუდმივად მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა და არა მარტო გურეშიძეებისთვის, საერთოდ ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ მადლობა გითხრათ, რომ გურეშიძეების გვარის, ანუ აი შესაძლებლობა მომეცით, რომ გურეშიძეების გვარი გაიცნოს საზოგადოებამ. ხოთ გაგრძელეთ. აი ძალიან დიდი მადლობა. მეცმა ნათელი დაუმკვიდროს და ადამიანი იმით კი არ განისაზღვრება, შეიძლება ისეთი წარმომავლობის იყოს, მაგრამ ანუ საქმე მან შენ მან წარმოგაჩინოს შენ. და მე აი აქედან ვუხდი დიდ მადლობას მამას და თქვენს გვარს ბაგრატიონების სახელით, იმიტომ რომ ჩვენს ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მე ჩემს სულში ახლა სინათლე და სიხარულია, იმიტომ რომ აი ამდენი სიკეთე გაუკეთებია და სინათლეს და ესეთ საქმეს
ზუსტად ბატონო მირაკლი, აი ეს თქვენი გადაცემა ჭირდება და ეს სივრცე ჭირდება. საზოგადოებას წარმოაჩინოს და მაგალითი მივცეთ ზუსტად იმ ამისი, რომ აი გვარს ეს წეგებიდებოდა. თქვენ ახსენებთ თუ მოგადეთ თურქეთის ანატოლია თურქეთის აი ცოტა ისე მომესმა უყურს შემითუმეტეს ახლა მიმუშაობ ძველ ცივილიზაციებზე და ანატოლია ეს არის ქალდეველები ცხოვრობდნენ, პროტოკოლები ცხოვრობდნენ, ანუ თუ ეხლანდელი თურქეთის ტერიტორია. ეხლანდელი თურქეთის. ანატოლია უძველესი ეს არის უძველესი არქაული პერიოდის იქ ცივილიზაციების კვეთა იყო უდიდესი, ასე რომ თქვენ თამამად შეგიძლიათ მოყოთ თქვენი კვეთა წარმოება. ერთი რაღაც მინდა დავამატო თქვენ ახსენებართან დაკავშირებით თავარია აი მამამ წიგნი დაწერა წიგნს ქვია გუმრა და გურეშიძეები და აი სადაც ეს კვლევა ეს ინფორმაციები აქედან ავიღე და იცით რა არის აი იქ უწერია რომ გვარიო ადამიანებისთვისო არისო ისეთივე ძვირფასიო როგორც ეროვნებაა და კარგი და ცუდი გვარი არ არსებობს ყველა გვარს თავისი ღირსება აქვს და თავისი აი ეს მინდოდა მეთქვა რომ ხა გამახსენდა მამას სიტყვები ესეა დაწერილი რომ აი ყველა გვარს აქვს თავისი ღირსება და ეს აღნიშნული და ამიტომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ბატონი ირაკლი რომ ამ გადაცემით ეს უფრო დაცნობს საქართველოს სხვადასხვა მე ყოველ გადაცემაზე ვამბობ რომ ადამიანის სახელები იცვლება გვარი მიდის მეყვება მას საშვილიშვილო თუ გვარმა არ შეიცვალა რაღაც დანაშაული არ მიუწვის რაღაც ისეთი უბედურება არ ჩაიდინა მაგრამ ჩვენი პატრიარქი იტყოდა რომ მოდი მიუთეოთ დეველი იყო ჩვენი პატრიარქი და რა ვიცი თმეთის წყალობით ვცდილობთ რომ უფრო და უფრო აი მისი დატოვებული ეს გაკეთებული საქმეები უფრო წარმოაჩინოთ და არ მივატყუოთ, ასე რომ ვთქვათ და გინდა რომ გავაგრძელოთ და ლამაზად იყოს ეს ყველაფერი. ამიტომ ვთქვათ ხარი. აი ბაგრატიონებთან ერთობაში ერთი ძალიან საინტერესო რამ მინდა თქვა. იმდენად ამოგზირკვეს ჩვენი საზოგადოება იმის ცნობიერებაში ხო ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ. 1801 წელს 1802 წელს როდესაც სამყარო უნდა წარმოიდგინეთ აჯანყებებმა იფეთქა თავადაზნაურობაში, გლეხობაში, ყველა სფეროში, შავხებსურეთი, მთიანეთი, ყველგან. ესე იგი წარმოიდგინეთ რამდენად ძვირფასი იყო სამეფო საგვარეულო ერისთვის, რომ მათში ამან გამოიწვია სერიოზული აფეთქება და დაიწყეს სერიოზული ბრძოლა და ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს ომი იყო ამაზე. ნაკლებად საუბრობენ დაახლოებით 15 წელიწადი მაინც გაგრძელდა ეს. სანამ საბოლოოდ ესე იგი არ მიაღწიეს, დავისაჯეთ ესე მოხდა და ამის შემდეგ ხომ რუსეთის იმპერიას დაემატა ის რომ ეს კომუნისტური თქვათ იდეოლოგია გარკვეული ძალიან ბევრი არასწორი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა და აი ზუსტად უწმინდესის მოსვლის შემდეგ უწმინდესის ეპოქაში დაიწყო პროცესი რომელიც ნელ-ნელა გამოღვიძებისკენ წამოვიდა. ნელ-ნელა უკვე აი ეს გვარების უკვე ჩაერთო რომ ანუ ის აღდგენა იმ ძველ დაბრუნება თუ ვინ ვარ, საიდან მოვდივართ და ჩვენი საკეთებელი რა არის ეს რომ გავაკეთოთ. იცით როგორ არის ბაგრატიონების სიტუაციას ესე აღწევ ხოლმე რომ აი წარმოიდგინეთ დღესდღეობით ყველა საკერია რომ ბაგრატიონები ეხლა ეზღენი გვაკლია და რაღაც 1000 რამეს ამბობენ და იცით რა შეესაქმე მუხას რომ გადაჭრი დიდ მუხას და პატარა ორდები რომ წამოუვა ადვილია მის მოტეხვა და მოგეჭვა და ან კიდე ლომის ბოგვერთა რომ მიხვალ პატარა ერთი ბეწვემს შეგიძლიათ დაუშავოთ რაც გინდა კი დაიღრიანებს პატარა ხმაზე მაგრამ ეს საშუალო გავზარდოთ ლომად ასევე გვარებს თქვენს გვარს ყველა ჩვენ ქართულ გვარს რომელიც აი ზუსტად ფონდის უნდა ნელ-ნელა უნდა აღმოცენდეს და გაძლიერდეს ჩვენი საზოგადოება უცმენს როგორ გითხრა იცით ბაგრატიონებს
გაერთიანდით ერთად იყავით. როცა მოხდა იქ მე ჟურნალი პირველი ბაგრატიონებზეც გამოიცა. ნენელა მოხდა გაერთიანება და არ გამორიცხულია რომ არ ვახსენო ბაგრატიონებში ხო რამდენიმე გაერთიანება აი ბაგრატიონ დავითიშვილების წარმომადგენელი ვარ მე და ეს ბაგრატიონ დავითიშვილებში ნუ ესეა რომ აი თითქმის ბაგრატიონ დავითიშვილებში ბატონი გივი და ქალბატონი ნანა რომელთაც 14 წლის ასაკიდან ერთმანეთი უყვარდა და უდიდესი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთში და უდიდესი საქმეები გააკეთეს, მაგრამ ძალიან თავმდაბლები. აი მე უამრავ ვიდეო მასალა მაქვს ნანახი და იცით გაოცებული ვარ. იქ არის შეკრება ბაგრატიონების სამთავრობო ხაზი, პატრიარქი როგორი გახარებულია თვალები უბრწყინავს მე მოდანი მაქვს ეს მასალა და გავა, როდესაც პირველი ტაძარი ესე იგი აღვადგინეთ სოფელ აბანოში ბაგრატიონ დავითიშვილების ხაზი არის, ესე იგი აი ზუსტად ბატონი გივის და ქალბატონი ნანას დამსახურება არის. აქ იმერეთის ბაგრატიონების დიდი დამსახურება აქვს ქალბატონი ნინო ბაგრატიონის, რომელიც გახდა ბაგრატონთა სახლის პირველი წინამძღოლი. და უდიდესი აი ნენელა ეს პროცესი წამოვიდა. წამოვიდა ეს პროცესი. თუმცა რა თქმა უნდა ეხლა ამ პროცესების წამოსვლას თავისებურად ეს ხელშემშლელი საკითხებიც დგება წინ ეს და პირველი ყველაზე საშიში მტერი რომელიც მე მიმაჩნია და არა მარტო მე მიმაჩნია ალბათ დამეთანხმებით არის შინაური მტერი. გარეული მტერთან ადვილი. ვინ დამაგლებსო თუ შინაურია, რა თქმა უნდა. ნაჯახმა თქვა რომ ჩემი ორვარერი სოლის ვინ დაზამაკლებდა აი ზუსტად ეს ფაქტორი არის რომ ყველაზე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ანუ შიდა მტერთან ოღონდ არა იმას ვიზახი რომ საერთოდ ნათქვამია რომ მტერს აღმოაჩენ უკვე 50% მასალა აკეთება. საერთოდ ადამიანებს და ქართველებს ძალიან ცუდი გვაქვს ის რომ პირველობა გვინდა. ყველას უნდა პირველობა. არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა ასე მასეს განათლება, აქვს თუ არა მასეს იცის თუ არა. უნდა პირველობა. მეორე გვაქვს ძალიან ცუდი რომ უმადურობა. აი ყველაზე საშინელი პარაზარი ბატონოილა ყველაზე მე მქონდა ასეთი ჩემს მეგობრებთან მქონდა გამათი იმაზე რომ ადამიანი რომელიც მაბადია სადაც ხარ იქიდან რომ წამოგიყავს შეგნიშნავს წამოგიყვანს უცემს თანამდებობას უცემს სახელს ყველაფერს და მე შენ მოიდომებ იმ ადამიანის ჩამოგდებას, გაფუჭებას, უმადურობას. აი ეს გონდა საქართველოს. რამდენი შვილი იყო, რომ მამის ადგილზე მკვლელობებს აკეთებდა. ეს არის ცუდი. ეს უნდა მოიძებნოს. ეს არ უნდა იყოს. გამიგეთ, მე მაგალითად აი ჩემ თავზე ვიტყვი. რამოდენიმე ათეული წლის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ ყარიშვილება ესეთი რაღაცები ჩემთვის ეს იყო რაღაცასავ დედაოს ერთ-ერთ თან მქონდა 4 საათი საუბარი და მან მთხოვა მე ეს არის 15 წლის წინ რომ შენო ან შედექიო კერა თუ ეკლესიაში შედიო ან და ერის კაცად გაღიარებინო და სასაცილოთან მოვიდა თუთმეტი 20 წლის ამბავი გავიდა რამოდენიმე ხანი გვანისთინამ სწორად ამირჩიეს მე ეს იემეორი ჩამოყალიბა ყარიბის დარბაზი და ამ დარბაზში თანათავმჯდომარე დღეს კიდევ აი მე ვერ მევიფიქრებდი ამ ერის კაცობის ასეთ რაღაცას, მაგრამ უფლის ნება. მე
როდესაც საპატრიარქო მაცდა თვითონ ყარის წინამძღოლებმა ჩემი კანდიდატურა წარადგინეს, მე უარი ვთქვი. უარი ვთქვი რატო? მე არა ვარ პროფესორი, არა ვარ აკადემიკოსი. როცა ყარის წინამძღოლები არიან ყოფილი მინისტრები, არიან მაბადი აკადემიკოსები, ისინი და მათ უნდა დაეკავებინათ ეს ადგილი. არა. შენ შეგიძლია, არ ვიცი ახლა, მე ჩემ თავს ვერ შევაფასე. აქედან ჩემი გადმოსახედიდან რომ როგორ ვასრულებ ამ ფუნქციას. ძალიან გქოთ მე მომეცით უფლება ერთი წუთი და მე ვიაზრე როგორ ასრულებ. მაგრამ ვცდილობ 3 წელი ჩვენ ეკლესიაში არ ვიყავით. საქმეს გუშეხართ რომ მოხდა იქ რაღაც განხეთქილება, რაღაც და განჩინება იყო გაგრული გარეთ რომ გვარიშვილები, გვარის წინამძღოლები, გვარები თათებს ვერ ვატარებდით იქ. მე უკვე მამა ანდრიამ ჩატარა თათბირი, გაცხადა რომ აი ამ კაცს ვენდობი და დავიწყეთ სულ ნოლიდან. დედას გეფიცებით და დავიცი რასაც ვაკეთებთ გიხედავთ აგერ ტელევიზიაში გვაქვს გადაცემა გაზეთს ვეჭდავთ აგერ წიგნი გამოდის ყოველ შეხვედრაზე პარაგლისები გვაქვს და რაღაცები გიხედავთ თქვენ რაღაც და გვინდა რომ კიდევ და კიდევ რაღაც კარგი და კარგი გავაკეთოთ გავაერთიანეთ ბევრი თქვენ წარმოიდგინეთ რომ მიახლოებით 1000 გვარზე მეტი არის უკვე დარბაზში შემოსული. მიუხედავად იმისა, გვარი რომ დაილოცება, ის ავტომატურად ხდება დარბაზის წევრი. მაგრამ საპატიო დარბაზის წევრი ხდება ის, ვინც უკვე დარბაზში კრებებზე მოდის და აი აქტიურად ერთვება. თორე ილიანოვრო განაცხადა, დაილოცა გვარი ის არც გვარის ნება არის და არც გვარის წინამძღოლი შენ ავტომატურად დარბაზის წევრი. იმიტომ რომ ეს თვითონ მან გააკეთა. ჩვენი ნება არ არის ეს. მან განაცხადა რომ დაილოცოს გვარი და აუცილებლად დარბაზში გაერთიანდით რომ მითითებები მიიღოთ. ეხლა ბოდიშგიხტი ცოტა დროის არა ოღონდ სამებაში ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენები ტარდებოდა, გვარები იკრიბებოდნენ როგორც უნდა. არა. ეხლა მე უნდა მივცე რეკომენდაცია საპატრიარქოში, რომ დარბაზი დავთვალო. რატო? ჯერ უნდა გავარკვიო, რატო იკრიბებია. იქ რაიმე შარი არ იყოს და არაპოლიტიკური ეკლესიის საწინააღმდეგო და მე პლუს ამას რა თემაზეა ყველაფერი. ეს ყველაფერი მე უნდა მითხრან და მე ვაძლევ რეკომენდაციას ამადან კიდე გამოფენის აი თქვენ პირველი ვატარებდით იმას კრებას და აქედან გამომდინარე ჩვენც გვაქვს რაღაც ვორკილები საპატრიარქოსთან რომ გვარებს მივხედოთ და პლუს ამას კიდევ რომ ვცდილობთ რომ გავაერთიანოთ და კარგი საქმეები გავაკეთოთ რომ მომავალმა თაობამ შეხედოს და პასუხისმგებლობაც იზრდება. თქვენ ამას ძალიან კარგად აცნობიერებთ და ხედავთ. რა ვიცი, აბა უთხარი თქვენ გვარს ერთი ათიწუთი გვაქვს კიდე. სანამ გვარს ვეთყოდე, მე ვფიქრობ თუ არ ვიცი, თუ მაგეთი 5 წუთი სასულიერო პირებზე მინდა კი ბატონო, და რამდენიმე გამოჩენილობენზე მაქვს ამის დრო. ესე იგი, ჩვენ გურეშიძეების გვარში პირველ რიგში მინდა ვახსენო მამა გიორგი ეს იყო დიაკვანი ქუთაისის გაენათის ეპარქიაში რომელიც გარდაიცვალა სამწუხაროდ ქუთაისის ხარების ეკლესიაში მსახურობდა და მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აი სოფელი გუმბრის ეკლესიის რეკონსტრუქციაში და აღდგენაში რომელიც ვახსენე ბატონო ინაკლი შემდეგ მამა იოანე გურეშიძე რომელიც არის უბნისის და რუსის და უბნისის ეპარქიაში ქარების რაიონის სოფელ საბოლოშენში და ასევე ორი მღვდელმონაზონი, რომელიც ერთი არის
უდაბნოს მამათა მონასტერში, მამა აბრაამი გურიაში და მეორე არის მამა პეტრე მარტყოფის და გარდაბნის ეპარქიაში. Აი ეს ჩვენი გვარის სასულიერო პირები. მინდა ვისარგებლო აი ამ შემთხვევით, რადგანაც მე ამ ტელევიზიაში ვარ, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, მე მინდა ვახსენო მამა გიორგი ჩაჩავა, რომელიც მამას სულიერი მოძღვარი იყო და ვერის ეკლესიის სასაფლაოზე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში მსახურობს, იმიტომ რომ მამა გიორგი ჩაჩავა ძალიან გვერდში მიდგას გურეში წერს და ძალიან ბევრი სასიკეთოც არის, ძალიან ღრმა ადამიანი და მე მას მინდა რომ უბრალოდ მადლობა მოუხადო ამ ეთერიდან თავისი აი ადამიანებისთვის, როგორც ჩვენ გურეში წერს გვარში ვიდგას. ეხლა რამდენიმე სიტყვით მინდა ვახსენო უბრალოდ, რადგანაც გადაცემაში ვარ და ვისარგებლო ამ შემთხვევით, რამდენიმე ესე ვთქვათ გამორჩეული ადამიანი გურეში წერს და სხვადასხვა რეზო გაბრიაძის დედა იყო გურეშიძე. ეს რომ იცოდეთ და მამა ყობამით. ანუ ეხლა რამდენიმე რაღაც მამას ბაბუა ფილიპე გურეშიძე იყო ესე იგი გენერალ აგიაშვილის მოურავი, მამულების მოურავი და მას 7 შვილი ყავდა და ამ 7-დან 3 ვაჟი. ეხლა რატომ ამბობ, ანუ მამას მამა კონსტანტინე მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, ყოფილი იუგოსლავიაში სამონტყოფოში როცა დაბომბეს, ანუ იქ დაიღუპა. ბიძა მამასი ალიოშა გურეშიძე იყო წყალტყუს რაიკომის დივანი, საოცრად ერუდირებული სპედაკი, აი არაჩვეულებრივი, აი ნამდვილი ინტელიგენტი ადამიანი და ბიძა, მესამე ბიძა, ანუ ვარლამი იყო სამხედრო, ანუ ის მიღებდა მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომში, ძალიან საინტერესო ისტორია ჰქონდა, სხვადასხვა გერმანელების წყობაში იყო და გადარჩა და ფერშლად იყო ომში მოკლედ და მე მუშაობდა თბილისის სამონტყოფოში და მისი ვაჟი ნოდარ გურეშიძე არის ცნობილი პოეტი, იყო პროფესორი გარდაიცვალა, რომელიც იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი ძალიან ბევრი წელი, ის იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი რამდენიმე წლის განმავლობაში და მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი და ესე იგი საქართველოს სახელმწიფო პრემიით არის დაჯილდოებული. კიდევ ყავს ჩვენ გამოჩენილი ადამიანები და ღირსეული ადამიანები, სამწუხაროდ რო არ არის ამისთვის. მე მინდა გურეშიძეების გვარს მიმართო, რომ ჩვენ და ვიამაყოთ ჩვენი გვარით, ჩვენ ვართ ჭანური ვაზური წარმოშობის გვარი, იმერული გვარი, ეს არა მარტო გუმბრაში, ან მთელ იმერეთში და საქართველოსში ყველგან სადაც ვართ, მე მინდა მოვმართოთ, რომ ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მე ჩავერთვები ხა მამას ნაცვლად ამ ჩვენ საქმიანობაში, ჩვენ გვაქვს რაღაც იდეები, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საკითხებში ასევე და ჩვენ ვართ ნიჭიერი ხალხი და მინდა რომ ერთად ბევრი გავაკეთოთ. ჩვენ გურეშიძე იყო, მე პირობას გაძლევთ ოქტომბრის თვეში ქალბატონს კიდევ მოვიწევ და არავის მასთან ერთად არ მომიწევ, იმიტომ პირველი იყო ეხლა და მშვენივრად საუბრობს, მშვენივრად მომზადებულია და უფრო მოემზადება ოქტომბრის თვისთვის. მიმართეთ საზოგადოებას, დარბაზს, თქვენ ბაგრატიონებს. ძალიან კარგია, რომ აი ესეთი ძირფესვიანად აი ძალიან თქვენ გვარზე და წარმოგადგენთ და ყველა გინდათ რომ წარადგინოთ. ყველაფერი ამისვია, კიდევ ბევრი მოგცემთ იმ პირობას ყოველთვის შეასრულებს და აი არაჩვეულებრივად მართავს და არაჩვეულებრივად უძღვება გვარებს და წინამძღოლებს და წინამძღოლთა დარბაზს და ძალიან მომწონს. მე ვაკვირდები რა მართლობითი მომენტი ლიდერისთვისება რაც არის აბსოლუტურად გაიყო აქვს ეს ნიჭი და უწმინდეს მას სუსტად დაინახა ეს და ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მე ჩემ ბაგრატიონებს მიმართავ იმას ყოველდღიაც ჩემ საავტორო გადაცემა მაქვს ბაგრატიონების და სადაც ყოველთვის ვიძახი ეს დრამას. ეშმაკი ყოველს უმერთია აერთიანებს. გაერთიანების გარეშე, სიყვარულის გარეშე. იმის გარეშე, რომ აი ვამოხონდა ეს რამეს, რომ ჩვენ ელემენტარულად ადამიანებმა ჯერ რიგში დგომა უნდა ისწავლონ, როდესაც ერთად არიან და რაღაც საქმეს აკეთებენ იქ მე ანუ წინ დგომს არ უნდა ჩაარტყან თავში, ან არ უნდა გამოხაჩონ ესე და თვითონ არ უნდა გაიწიონ, არამედ ერთმანეთის სიყვარულით, პატივისცემით, თანადგომით არის შესაძლებელი წინსვლა და წარმატება. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი. ეს იქნება არა მარტო ბაგრატიონებთან მიმართებაში ნათქვამი ჩემი სიტყვა. არამედ ეს იქნება ყველა საგვარეულოს
მიმართებაში და სულიერ საქართველოს მიმართ ნათქვამი ჩემი სიტყვა. ეშმაკი ყოფს მათი ერთიანად. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ როგორც ჩვეულებრივი სახური ერთ-ერთი რიგითი ბაგრატი. დიდი მადლობა. ძირფასო მეგობრებო, მე მგონი თლად კარგი თუ არა, ცოტა ნორმალური მაინც გამოგვივიდა გადაცემა. დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთი ლამაზად მომზადებული მოხვედით, უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. კარგად ბრძანდებოდეთ.